დილა იდეალურად დაიწყო. სახის კრემით გავიხეხე კბილები. რა სახის კრემით გაიხეხე, გოგო? გამოსტერდი შენსო. არა, უბრალოდ გაბრუებული ვარ. უკანა კბილი მткиვა და ტვინში მირტყავს ეგრევე. ისე კი გამიყვიჩო ცოტა იმ სახის კრემა. ესე იგი, ეს კბილები ჩემი შვილების პრობლემაა რა. რა ვიცი, ვის დაემგვარეთ მე და მე ვარ და კარგი კბილები მაქვს. მამა თქვენია და რა ვიცი, ახლა რასაც ვერ დაუკარგავ, კარგი კბილები გქონდა და ერთი ხუმრობები იწოდა უკბილო. ლია დეიდა მიდეკავს. აუ, შენც კი დეკავდა უეჭვი და მიგდებული გაქვს ისევ ტელეფონი. ხო, ლია დეიდა. ნიურის კბილიც გვაქვს და მткиვანი კბილიც, შენ რომელი გინდა? ნიური ხო გვაქვს. ვაიმე, დავძებნი ახლა. უთხარი, მაინც გადმოვიდეს, ყავა არ დამილევია. ლია, გადმოდი. ომარიკო სკოლაში არ წავიდე დღეს? არა, სკოლაში გამორთულა გათბობა. მასწავლებელმა დაგვირეკა, რომ არ გამოუშვათ ბავშვებიო და ძინავს ახლა არ იხმაურო იცოდე. ინგა. მოდი ლია, მოდი აქეთა ვართ. დასანიშნისად ვართ. ანასტასია იკბილი რო გტკივა დურიმე შხანი მოგიტანა და ეს გიშველის. აუ, ის არის ადამიანს რო კლავს. ვერ მივიყარები გამორიცხულია. ხო ბებო. შენ რა იცი რო კბილი მტკივა? აზიარა ვარ. ინგა ბრტყელტუჩა გვაქვს? ფეგდა თავისი ძველმოდური მეთოდები კიდე რა. ბავშვობაში კაცო 4 კბილი ბრტყელტუჩათი ამომიყო. 2 კარებზე გამობმული და ისემა გამოღებული და ერთზე კიდე სპეციალურად გამხმარი პური მომცავი შეჭამეო და ბროჩავკიჩი ჩამომძრა თავისით. ჩემ ქმარსაც სანამ გარდაიცვლებოდა იმ დღეს კბილი ტკიოდა. იძახდა იქნება გამიყვუჩდესო და მე მთლიანად გაყვუჩდა. ფული რამდენი გვაქვს ბავშვებო? ორეები მოგვივა. 13 ლარი და კიდევ 70 თეთრი. მეც მაქვს 2 ლარიანი და ფასდაკლებაა, წვენი მოგვივა. ნახეთ მე კიდე რა მაქვს, დედა ჩემის ორი ნაბიჯის ბარათია, რომ აგზავნის ხოლმე აქ, ვატარებ ხოლმე და ქულები უგროვდება. გუშინ ამბობდა, რომ კაი 800 ქულა მომიგროვდა ამას სოფაშიო. რა ცუდია, ცოტნე რო არ გამოუშვა დედამისმა. არასდროს არ სადარუშვებს ეგრე როგორ შეიძლება. ცოტნე მე მითხრა რომ დაიწყებთ кейპს, ვიდეოთი დამირეკეთ, ვითომ თქვენთან ერთად ვარო. შემეცოდა. ცოტნეს არ ვავიდეთ საკეიფოთ, მაგრამ დედამისი გამოვყურის. ანჩხლეული კალია. ანჩხლეული კი არა, ანჩხლი. წამოდით იქით არის ასუსნაოები. ამას რო აწერია ეს 100 ქულა რას ნიშნავს? ანუ ამ ბარათიდან გადაცვლი 100 ქულას და მაგას იყიდი ნახევარფასში შოკოლადს, აი 2 ცალი. და ის წვენიც გადავცვალოთ ქულებში. აუ, ზეთის ხილიც რო ვიყიდოთ, მე ძალიან მიყვარს. ვიყიდოთ, მაგრამ მე არ მიყვარს ზეთის ხილი. დედაჩემს და ჩემ და სუყვართ 3 კილოს ჭამენ ხოლმე ერთ დღეში. წამო მოლარეს უთხარი ეგ ქულების გადაცვლაო თუ რაღაცა. გამარჯობა, ქულების გადაცვლა გვინდა ამ ბარათიდან ჩამოჭერით. აი ესენი. გეუბნები გოგო, კარაქია ქულებზე დაიცა გინახო ეხლა. მოიცადე. დაიმე. დედა 800 ქულა მქონდა აქ და 12 რატოა დარჩენილი? ომარიკო, შეხედე შენ კორპუსთან სასტრაფო მივიდა. ისე ვალერიტია გახდებოდა ცუდად. ხო. ინგამ კაპანაძების მართლამდენი ფული აქვთ? გვანცემ დადო ეხლა ფოტო. აგარა კი უყიდიეთ რაჭაში. მაგათ აქვთ კაცო ფული. ჯერ კიდე 90-იანებში კაცო ბაბუა მისი ნავთლუღი კაპანაძე აზერბაიჯანში მუშაობდა. გასწორებდა აგარა კი რაჭაში. თიკლე შტერიდოა. ხო ვეუბნებოდი გავჩნდეთ მე ჩვენ სასწაულში ეს გვანცა. ხო წაგვიყვანთ ეხლა იმ აგარაკზე. აუ შერა შემეტენე ბავშვი ყოფილი ხარ ანასტასია. ამას უყურეთ. ჯერ ეგ ბაჭია ჩუსტები გაიხადე, მე მილაპარაკი. რა ჩუსტები გაიხადოს, კაცო, თბილად აქ ბავშვს ფეხები. 12 ლარი მივეცი ამათში, ვიქ უყიდეთ სიგნებთან ქვემოთ, ხო, მოეწონა ჩაიცვა. დილით ამერიკამ ზიაბებო მიჭორავე. ისიც მოუყევი მენეჯერმა რო ახალი მიმტანი ჩაგვისვა ფილიალში და იმდენი ხელფასი აღარ გამომდის მეთქი. შენც მაგარი ხარ, ას მოუყევი ახლა ხო იცი რომ ინტერვიულებს, მიდეკავს. ხო დედა. რა ვიცი აბა, შენ როგორ ახარ? ხო, მითხრა უკვე ვეჭორავე მზიაბებოს მოუყევი მენეჯერის ამბავიო. რა თვალებს ამოპოტნე, კაცო გაჭერდი ახლა. ნუ ინტერვიულებს შენ დაგირეკავ მე საღამოს. კაი. აილა გააკეთე ნახე. ჩემი დამალული შოკოლადები სად არის? ერთ წელს ამასაც მივცებ შემეტენეს. ეხლა შუბში გესვი მაგ შოკოლადს. შენ არაფერი თეკ, ომარიკო მეძახის შემეტენეს. ხო გვანცეს აგარაკის პონჩი. საიდან მივხვდი? ხო ციური რა ხდება, ხომ შვიდობაა გოგო. შვიდობაა, ინგა შვიდობა, მაგრამ ბრაგუნი ჩამოდის შენგან, ჩემო კარგო. მეთქი რა ვიცი, ბავშვები ხო არა ყავს სტუმრად, აი თითქოს დახტუნაობს ვიღაც აშკარად. დედა, რა ვიცი გოგო, რატო უნდა ჩამოდიოდეს ბრაგუნი? ომარიკო, მოდი ერთი წუთი აქ.
აი ინგა შენი ბიჭი ბრაგუნობს თურმე შეხედე კურდღელივით მოხდის გამარჯობა ციური დეიდა შეხედე დედაჩემ რა მაგარი ჭურჭები მიხიდა მაგარ ჭურჭებს მოგცენ მე შენ აი მე ციური ბოდიში რა ჩამოკარგო მივხედავდი ამას გაიხადე ხლა მე ჭურჭები ბოდიში რა შენ თუ ეგენით გადაგიყარო ნახ დე მოვედი კარგია რომ მოაგენი სახლის გზას ვაჟბატონო ეზოში ხარ დილიდან და რა ხდებოდა ეგეთი დი მაგარი რაღაცა გინდა გითხრა ბავშვებმა ვიპოვეთ ეზოში ყვითელი თოვლი ხო და ვასტიკო რა მესამე საჩურზე მაგან გითხრა რომ შეჭამეთ ძალიან გემრიელი არისო მაგრამ შეჭამეთ და ისეთი არაფერი ვიღაცა მოიწამლება ძალიან მაგრამ მამას ხო გაიხსენე ინგა შენ სამდეჯერ გაქნაჭამი ბავშვობაში ყვითელი თოვლი და იმგანი ბავშვიც ამიყვანი დედამისი მე ვაფშე არ გავარ ინგას ხო, შენ მამაშენს გავხარ. იქნება შენც მიგვატოვო ერთ დღეს. დე გული მერე ვამგონი. მოვალ ხო დაგიდგავ წვეთოვანს. ასო ტუალეტ შუარი ხადა რო გამოვალ დაგირეკა. დე ვიღაცა კარზე. გამარჯობა. თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გაბატონო მე რაბი მქვია. ჩალიჩა თვითონიც სანტექნიკის კომპანიასადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა ხო ცოტა კი ავირიე ხო აი კითხელ მარცხნივ არის ვანა ტუალეტი აი შემობრძანდით კი ტუალეტში არა საკეთებ გამომარჯოს პატარა ბიჭი გამარჯობა არა უშობ ზომარი არ ვიყურებით მანდეთ მოკლედ აი ეს არის ხელსაბანი ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველია და კიდე აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც გასაგებია ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში ამას დიაგნოსტიკის აპარატით დავადგენთ ჩვენ რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება აპარატით ხო ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად ვაიმე კიდე რა მინდა მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა ქვია საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე ხო იმიტომ რომ ახლა აგერ ჩვენ ბიჭ ცოტა პრობლემური კუჭნაწლავი აქვს ხო და ამას თუ შეკრულებები და რაღაცები დაიწყო მე ხო საერთოდ და ბარეხა მეცეც მოვაწესრიგოთ თუ შეიძლება დირებს ამბობ Კათი რა ორი წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. კენი უცბად და გათინიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ ხალბატონო, ეს მწვანე მილი არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიც აქედან ეპარება თუ რა ხდება, არ ვიცი. ონკასაც რომ მოუშვებთ კაცობრიობ და რაღაცა თრიალის ხმა აქვს თავიდან. გაჩვენებთ ეხლა. ეს არის ხოთხრიალის ხმა. აი უყურეთ. თიკლე როდის მოვაბა შენ შეყარებული აგვიანებს. რავი მოვააგებ და მიდეკა. იცოდე რაღაცები არ დაიწყოთ არ შემარცხვინად. და მიდი გავუხიკარიბი. თიკო ხო თირში კითხო მწუნა დაუსვა შენ. კი მე მიწევს სამსახური და ყოფილები. გამარჯობა გოგოებო, ხო არ გალოდინეთ, მანქანა დავაპარკინგე რა. არა უშავს. თიკო მე 4 კითხვაზე პასუხი მოინიშნე, მანქანა ყავს. ლუკასად გაიცნით ეკლა. ბანკში ვიდექით რიგში ერთად ბანკომატთან და რიგი დამით. პასუხს გაცემს თუ დაასწი კარგს ის. ლუკა რა საქმიანობ? სწავლობ თუ მუშაობ? რავი, IT მაინტერესებს ძალიან და მაგას მივყვები რა. ეხლა ნაუტილუსის კურსები დავითრიე და მაგას გავდივარ. ეგ ნაუტილუსი მეც ვიცი, მაგის კურსებს ჩვენი მეზობელი გადის. ხო იცი მაშინ Wi-Fi-ის პაროლი რო გამატეხინა ეგ? იქვე აკეთებს აიწე ყველაფერს, რა ჩაულებრივი ლეპტოპითაც შეგილია და ტელეფონითაც. თიკო გავუშვი შემდეგი კითხვა. ლუკა, შვილები თუ გყავს და რამდენი? ომარიკო, ცოცხი მოიტანე მიდი რა, მანდებ შემოსასვლელში. ცოცხი რა თქინე, წეღან ხო დაგავე სახლი. კიდე კეფშები წაყარა ანასტასია? არა მოიტანე, დადექი მანდ. დაიჭირე, ეგრე დაიჭირე. დამინიავა მიდი რა გეხო წები მცხელა გავიგუთე. ხო, კაია წამოიღო. რა ხდება ინგა? კირა და კლეოპატრა. ყურუტი გახსენ თუ რას აკეთებთ? ჯამაყენა და მანიავებინებს ასე. ცელი საფხული ცოცხით ვინავით კი? არა თუ ჭკვიანად მოიქცევით. რაღა გახდა ერთი კონდიციონერის ყიდვა? რაღა გახდა და ფული უნდა ყველაფერს, კაცო. ძლივს რაღაცა დანაზოგს მოუყარე თავი. მით უმეტეს თუ დანაზოგი გაქვს. მიდიაშია ფაზაკლება 1 ივნისამდე 30%-იანი ინვერტორულ კონდიციონერებზე და მოასწარი ყიდვა რომ მთელი საფხული არ გაიგუდო კიდე სიცხისგან. ხო, გახსოვს წინა საფხულში რეებს აკეთებდა. ერთხელ ღამე რო გამოვედი ტუალეტში, გაღებული მაცივ ართან იჭდა. რო კითხე რაც აკეთებ მეთქი, წიგს ვკითხულობ მაცივრი შუქზე, არა და ცხელოდა.
ის არ გამომიტოვა სველიტასაც უწევდა დიოდა მთელი ზაფხული. ის არის ხმაკენდა რომ გამოიღებდა პირდაპირ იცვამდა ხოლმე. ხო და აცი ნორმალურად მომიზოდოთ ზაფხულისთვის. წავიდით მიდიაში? კაი ხო წავიდეთ. მაგრამ სადავაყენო ხო კონდიციონერი იმას ვფიქრობ რომელ კეტელზე. ჩემო თახში რა დავაყენოთ, მაინც ჩემს 13 საათი მაგითაზე ინახავ ხოლმე ქვაბებით საჭმელებს. ხო რო იცოდე ის ბადრიჯანი აყროლდა უკვე. დედა თურმე ისი სუნი დგას დილიდან, მიდიო მარიკო გადაყარე რა იქ ბადრიჯანი. სანამ წახვალ ჩემთვის 10 ლარი გადასახდელი. 5 დასუფთავების და 5 დანიავების. საკირინაი. ოპატიკო. რა მოხდა? ოთახში გავატანე სარეცხი, წამოვედო ფეხი ხალიჩვაზე და გადაგორდა გაყვეული იყო პირსახოთში. მე მაგაში რა არის ესაცილო, კიდე კაი რომ მუხლები არ გადავიწყავე. მუხლები როგორ გადაგიტყოვებინა და საცმელზე დაეცი რბილად. ყველას კი არ უმართლებს ეგრე. კაი ჩუმად იყავით ხა ჩელენჯის ვიდეო უნდა გადავიღო. ომარიკო იქით გადი. ფეხაც გამიცინი. აუ რაღაც არ გამომდის. ინგა შენ რო ცოდო არ გინდა? მე გადაგიღე ვიდეოს და შენ რო ილაპარაკო. რა უნდა ვილაპარაკო? რაღაც ჩაჭეტობა იქნება არ მინდა კაცო. თუ მოვიგეთ პრიზია ვილის 200 ლარიანი ვაუჩერი და AirPods-ები. ვილაპარაკებ მე რა პრობლემაა? თუ მოვიგებთ კიდე მაგ ვაუჩერს გავიყოფთ ოჯახში. და AirPods-ები თუ მოვიგეთ ერთ შენ გაიკეთებ და ერთს მე? კაი მოკლედ ესეთი ჩელენჯია. ვიდეოში უნდა ილაპარაკო ევროკავშირზე და მის ერთ-ერთ სიკეთეზე რომელიმეზე. ან შენი გამოცდილება მოყვე და თქვა რომ გინდა რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდეს. მე ვიდეოს უდადე ფორი ჰეშტეგი უნდა გავუკეთო. მე მინდა ევროკავშირში და ჩემი ხმა ევროკავშირს. სად იყავით თქვენ მე რო ეგ ჩელენჯი გადავიღე და დავდე. არა მგონია რომ თქვენ დებლიური ვიდეოთი ლაიქებში გამასწროთ. ამას უყურე. ინ გამოს როგორ ვერ უნდა მოუგოთ 15 აგვისტომდია თან დრო. მიდი ვიწყოთ გადაღებას დაჯექი მანდ. ვაიმე მართლა რო ვერ მოუგოთ ხო შემწყები ხალხში ამ ხელაკალი შვილი ვერ დაუმარცხებია. ტელეფონი რო წავართვა და წავშალოთ ეგ ვიდეო რა. არა სულთან ვითამაშოთ წესების დაცვა როგორც ევროკავშირში შეეფერება. დაჯექი ვიდეო მაინც გადამეხო წეღა რო წაიქცავ გავაშავებდი მაგით. მე წელში ხესტური და კამერას უყურე. აკეთო ხო? რანაირად წაიქცა კაცო. ხესტური. გაუშვი ბიჭო მაგას ხელი. იქნება გააფუჭდა დამადონ ეხლა ვალად. სულელი რა. ესე იგი ინგა წეღა რო ფილა ვნახეთ. დაახლოებით ეგ ფერი გავაკეთოთ იატაკზე. დიდი მაგრატელი. ასეთი სახში ცხო გვაქვს. გურგიაში იყიდე? ხო ეს აქ ვიყიდები შაშარო ვიყავი გამოსული ჩემოდნის საყიდად რო არ შემოხდა ხო ერთი ამბავი იყო გავრბოდით და გადამასვლა ერთ მაქალმა წინ დაავლო იმ ჩანტას ხელი და გაიქცა ისე მომეშალა ნერვები მე მაქალს მაგრატლით შევაჭერი უკნიდან საუბრობთ დღემდე არ იცოდინება რა დაემართეთ მეფზე ამას უყურე ფილამოაკ აი ეს მოვიტანე კედელზე ეს გავაკრეთ ძეიცი იქით ნაცემი ადამიანები წევნან იატაკზე ნაცემი ესე იგი ჩემოდნები ამოიყიდა უკვე დახოცავდნენ ერთმანეთს ამ ფილებს კიდე რას დაატარე ბიჭო აქეთ იქით მაჩვენე ერთი და კარგი ფილა კი აურჩევია ხო და ეგ ვიყიდოთ და ისიც წეღა რო აარჩიე ხო მაგებს ვიყიდი ფერებიც კარგია და ხარისხიც ფასებიც იდეალური დღეს ხო შავი პარასკევი დაიწყო 1 დეკემბრამდე გაგრძელდებაო საღებავების კონსულტანტმა მითხრა ინგა ეს დამაგზავრებელიც მოინიშნე რა გავზომე და ზუსტი სიგრძე რაც მჭირდება სამზარეულოში შევაერთებ და გამოვჭიმავ დინამდე მან რო არ ხომ წამოწოლილი ტელეფონი მიჯდება და დენცქვი და არ არის დენცქვით არა არის? მე რომ მოთხრობა ვისწავლე იმაში რო იყო? არა ეგ ყურცქვიტა. დენცქვიტა ეს არის კაცო შტებცელი. წამოდი ხლა იმ საყვავილესაც ავიღებ ზეგან ერთ სალო იყო დარჩენილი და გადავიხადოთ მერე. აუ ინგა შეხედი. ინქანმა დაგასწრიმ საყვავილის სახება და მეტი აღარც არის. უკაცრავად ქალბატონო, ეგ საყვავილი მე მქონდა გადადებული ახლა მოვდიოდი ასაღებად. უნდა დამიბრუნოთ რა. იცით აქიდო არავინ არ ყოფილა თან და თქვენი როგორ არის? იქით ხო ხოცვაშლეტა იყო ბავშვიც კი დავკარგი. ან ვიპოვი კიდე და ან არა და ვეღარ დაგიბრუნებთ ჩემო კარგო, საკმარისი მსხვერპლი მაქვს უკვე გაღებული. ჯიუტი ხალია. ანუ ვერ დამიბრუნებთ. კარგით. შოკოკითო. ხო არ მომცა საყვავილე. ხო და იაროს ახლა აღიჯნებით მებით ქალაქში. წავედით. თეკ რა შვები? გოგო კიდე წევ ხარ? არა გოგო წეღარამდე გიხავ გორაობ უბრალოდ შერეშვები გოგო რა ვიხავ ჭამე მეც საჭმელი სამსახურში გავდივარ დღეს მუშაობ შვიდამდე და რავი თუ გამოვივლით მითხარი წინასწარ მე და თიკა თუ მე და ჩემი ახალი შეყვარებული რა ახალი შეყვარებული გუშინ არ დავშურდი გოგო ეს იყო გეგმა B თუ ლოჟესთან ურთიერთობას ვერ ავაწყობ და ეგ იყო ნიკა მეორე ვარიანტი მინე ჭკვიდან გადამიყვან რა ჩემი ზელები სად არის არ ვიცი
შეხედე, ჩემზე ლატოს ჭამს. აი, მოატეხე ხლა ერთი ამბავი. ომარიკო, შენზე ლატოს ჭამს, კი მეორე შეკვრაც მოგპარა წეღან და ჩანთაში ჩაიდო. კაი, იქა მეორე შეკვრა და აიღე, ნუ ბღავი ხარ. ვის მოგაჩეთ მასე? მოდიო. აუ ლაივში თქვენი ჭხობის საერთოდ სხვა თემა. ნეტა მე თქვა და ხაზე ლატოსი ჩაუჯდებოდი უკეთესად. გოგო, გაასწორე რა კამერა რო დაგინახოთ. დაი მახსოვი. თმა. აუნდა მომკეთო. ხერები დაიმუკრე. გოგო, რა კენი მოკალდი ბავშვი? ხალი ჩაზე დავაგდე და წივილ-კივილი ატეხა. დროზე უნდა გავიდეს ხალხთან სანამინდანოა. დაგირეკა უმირი. გამარჯობა, ნაგვის ურნებთან დაკავშირებით ვარ მოსული, განცხადება დაწერო ასე მირჩიეს. გისმენთ ბატონო სერგო? ეს თუ დამელოდით ხალ ბატონო. თიახ. კი ბატონო, ვიტყვი ჩვენ გოგოებსაც კი. კარგით. ვერ მოგაქციეთ ყურადღება ბოდიში გისმენთ. მოკლედ კორპუსთან მჭირდება ორი ნაგვის ურნის დამატება. თორე ვეღარ ვატებთ უკვე კაცო ნაგავს შიგნით და მე კორპუსის თავმჯდომარე ვარ და განცხადებაც მოვიტანე აგერ. აჰა, რიგის ნომერი აღებული გააქვთ? არა, აიღეთ აუცილებლად გეხვეწები და ისე დაბრუნდით რა ვერ გავატარებ. კარგით. თეო. გოგო, იმანდარიკა სერგომ ჩვენმა უფროსმა 29-ში რაღაცა აქციაო და იქ უნდა იყოთ ყველანი ერთი კაცი არ აკლდეითო. გოგო, რუსთავილზეა აქცია, რა ნაძალადებთან წასვლა გეზარება? ნაძალადევად წასვლა. ხო, მეც ეგრე ვარ. მობრძანდით. მოვედი კიდე. მოკლედ გავივსეთ ნაგვით და უნდა გვიშველოთ რაღაცა რა. ჩვენ მერია ვართ, ხალბატონო, მაგ ნაგავს ოქტომბერში ეშველება არჩევნებზე. თუ თქვენ ნაგვის ურნებზე ხართ, ხო? მაპატია ცოტა სხვა ნაგავზე წავედი. კარგი იყო. აი მოკლედ ეს განცხადება და იქნებ ორი ნაგვის ურნა გამოგვიყოთ რა, თორე რაც არის უკვე იმაში კატები ცხოვრობენ ოჯახებით. აჰა, გავატაროთ აბა ეს განცხადება. აი მანდ ორგან მომიწერეთ ხელი და 5 წუთი დამელოდეთ ზუსტად. აჰა, მოვედი. აქაც ხელი მოვაწერო? 1 წუთით. და აღარ წერს ეს კალ. აჰა, 1 და მეორე ხელმოწერაც. აჰა, თქვენი განცხადებაც მიღებულია ქალბატონო, ორ კვირაში იქნება პასუხი და ტელეფონით დაგიკავშირდებიან. აჰა, ორ კვირაში კი იმშობიარებს ის ორსული კატა. გამრავლდები. მოდი 3 ურნა იყოს რა. ორის მაგივრ, ხო? დიეტის მომგონს. აღარ შემიძლია რა. ჯერო ჯარღიო. მარხვაშა ცხოვრობ ხოლმე. არა, ომარიკო, 3 დღეა მივყვები ახლა და ეს რამდენ გავქაჩა არ ვიცი. დედა ძალიან მაგარი რაღაცა იმოგიტანე დიეტისთვის. ანასტასია ციციბურად ახლებცი არ დამანახო ახლა რა. რა მომიტანე აბა? ენერგი დიეტი იცი? შენ თუ გინდა? მომწერე ინსტაგრამზე. გამომეჭ. აჩვენე ერთი. ой, რა კარგი რაღაცა. დაიმსახურეთ, დღეს კარტოფილს შეგიწვავთ. აუ, მაშინდელი არ დაწყვა რა. წაფის გემო უფრო ქონდა ვიდრე კარტოფილის. ინგა, აი გამარჯობა. აი პეროგი გავაკეთე და მიირთვით. ვაიმე დედა. დელექს ვერ ვიზეპირებ რა უქნა. სკოლა რო გავაცდინო. რა სკოლას გააცდენ, კაცო, მე გასწავლი. ისე სწავლობდი ხოლმე ბავშვობაში ლექსებს წყალივით. მოიტანე მიდი წიგნი. დაიწყო ჯოჯოხეთი. ოღონდ წყლის ჯოჯოხეთი. ბევრი ჭიქა წყალი ყელი რო გაუშვება ნერვულობისგან და ბევრი ცრემლი. მომეცია აბა, ანა კალანდაძის ლექსიკონია, ხო? დაიწყე აბა, ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობს ჭადარი, გაიმეორე. ძემანდიც რა ვერ გავიგე, ქარი მღერის თუ ნანა? ისა ქარი გიმღერის ნანას, ანუ ქარი გიმღერის იავნანასო. ეს უნდა რომ თქვას ავტორს ახლა ცოტა რომ ჩავუღრმავდეთ რა. ძალიან მაგრა ჩაუღრმავდი, ეგ წერია ისედაც. ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადრაკი. ჭადრაკი კი არა, ჭადარი, ბიჭო, ზღაპარს გიამბობს ჭადარი. ზღაპარს გიამბობს ჭადარი. მერე ძეწნა მალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი. გაიმეორე და მე მთლიანად გადავაბად. ძეწნა მალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი. ძეწნა რა არის? რა მნიშვნელობა აქვს ახლა მარიკო ძეწნა რა არის? დაიზეპირე მიდი გაიმეორე. რატო ინგა ჩაუღრმავდი კიდე კარგად გამოგდის. ხო, მიდი ახლა მთლიანი სტროფი გაიმეორე, დაიწყე ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს. დედა, ეს სიმღერა არ არის? ქარი გიმღერის ნანასა, ხო, დედა.
აუ სიმღერით უნდა ვისწავლო? აუ გთხოვთ ეგარ გააკეთოთ. ხო თიკო? აუ ჯერ ვერ გამოვალ რა მეზარება მაგრად. ქარი გიმღერის ნანასა. კაი გამოვალ იქნები და მინუტი. შოპინგი იწყება, მაგრამ ჯერ უნდა შევჭამო. ღმერთი სულ დამოვიწყდა ისთვის შემოვიდი, მე მგონი რომ ყველაფერს ვიყიდი. 250 ლარად ყველაფერს ვერ იყიდი. ფეხსაც ვერ მიყიდო და შარვალი. ნუ კამარის თუფული დაგჭა. კამარი არ ჩენ გაწყიდა, მე რამდენი 7 days ჭა. აუ იქ შოკოლადის არის, ხო ძალიან მიყვარს მეც. პირველია რა გინდა? არ ნამციცდებათ, ანა ბაშენერად ფახლავთ ხორვილი მაღაზიებში. წამო იმ მაღაზიაში შევიდეთ. რომელზე მეუბნიო? აი კონსულტანტების რო 15 წელს ჯასტინ ბიბერი ვითა აქტმები. გამარჯობა, დახმარება ხარ გჭირდებათ? არა, მადლობა. ტეკლეკ ბანძი შარვალი არ იყიდო ეხლა. არა, ბანძი არ არის. ბიჭები წვდელობენ ხოლმე და გოგოები. ცოტა შორი ჯასტინ ბიბერს ეცვა ესეთი ახლახანს. ხო, როგორი დამხვევა. თეკ მე მგონი ჯასტინ ბიბერის ხათრით უნდა იყიდო ეგ შარვალი. რა? აუ, ძალიან დიდი პოტიში, მაგრამ თქვენი ხათრით ნამდვილად ვერ ვიყიდი ამ შარვალს. ჩემი ხათრით ვერ მივხვდი? არა, ხუმრობს, ესეთი იუმორი აქვს უბრალოდ. თეკლე წინა მაღაზიაში შედი ახლა. დომელში. აი რეინი რა ტარგარიანი რო კონსულტანტად. გამარჯობა, დახმარება თუ დაგჭირდეთ, მითხარით, კარგით? დიახ, my queen. ნაიჯოთ მასის ტეკლა. გამოდით ბიჭების სექცია. მოგვიტევით. მე მგონი კაი რაღაცები აგარჩევინე, ხო, ძალიან მოგიხდა. კი, ძალიან ყოფილები ვართ, მადლობა. და ეს 7 days-ში ჩემგან საჭიროთ, როგორც 7 სამეფოს კანონი ერთ დედოფალს. იმას რომ თქო ბურგერი ბიჭო გამოვიძახე. თქვენი სიხირსები ხართ, იცი, ერთხელ ამდგეთ აღარ გავაკეთო საჭმელი. დაიყოცოთ შივრები რა ვქნა. აუ, კაი რა, დედახოცით, მაშინ დავიხოცებით ეგ ბორში რო ვჭამოთ. რაღაცნაირი გემო აქვს. ცოტა მარილი მომივიდა ახლა ზედმეტი, ხო და კამაჩავაჭერი შეცდომი. დანარჩენად რა ვიცი ახლა ოქროსავით ბორშია. ჩუც კურიერი გავს. გისმენთ. კითინ დუელი შემოხდა. Hello. Hello, I have your order and I'm near the building. Wait a minute. You are not near my building. Go left and left again. Left and left? No, there's a big dog here. I can't. What do you mean? შეხედე შე როგორ ლაპარაკობს ეს ინგლისურად. ინსტიტუტში რაღაცა სწავლობს მე მგონი მართლა. Please come upstairs. I will open the main door for you. This is the building. There's a woman with a walking stick in her hand. Do you know her? Yes, it's Nunu with one kidney. Don't give her my burgers. Give her your burgers? Okay. No! Pusheni გამიტიშა. არ მკითხო როგორ, მაგრამ ჩვენი ბურგერები ცალკე ყველა ნუნუს აქვს. დაიცადე გადავძახებ. ნუნუ! ბეგიძახი. ჩვენია ეგ და ბავშვა მოვაგზავნი ახლა და გამოატანე. რასაც უკრათ მოგიტანეთ, კაცო, ჩვენია ეგ. ნუნუმ წაგვართა ბურგერები. ამას თუ არ ჩაუბარდა ქვემოთ ნახავს რა. ის რა ჭაფურიც თუ მოხდა ხელში შემოაკუნება და ეგ იქნება რა. ძაღლმა მიკბინა გუშინ, ხო? ზედ პლიაჟზე. რა ვიცი, პირსახოც ავიღებეთ კი დავიხარე და რა ეგონა ამ ძაღლს ქვას ვიღებდი საშუალად თუ რა იყო, მეცა და გამომაგლიჟა ხელი. ხო, იმ ხელა ძაღლი იყო თან რო რა ვიცი. რა იმ ხელა ძაღლი ჩიხოხომ გიგბინა. მიექვს შეტყვები უკვე ამ ისტორიას ამჯერად ვინ გამოიჭირე. რას ქვია ვინ გამოვიჭირე, ვერ გავიგებ, გიული ნათლი არ ეკავს, როგორ არის ანასტასია ხოსტავლობსო და როგორ არ მომეყოლა ვერ გავიგე. ხო. შენ გირეკავს მეც ნათლია შენი და მე ჩემი ნათლია საერთოდ არ მინახავს არასდროს. რა შორს წახვედი, მე შენი ცერკავს არასდროს ნანახი. აუ შენ შეყვარებულს მიხედე რა, რომ მოგიკვდა. საღამოს ისე გაყურჭავებ წყალში, რომ სიკვდილის არატრელი გაგიხდება, გაიგე? ხო, სიკვდილზე ილაპარაკეთ თქვენ. დედა თქვენი ხოლმე ამის შემოაკვდა გუშინ იმ ძაღლს და ეხლა თქვენ დახოცეთ ერთმანეთი. სადედა ჩვენი შემოაკვდა ორი პატარა კბილი გეტყობა მარტო ზეით. მაგ ძაღლის პატრონები კიდე ბანანი და კატერმა გადმოგდა თუ შენ მაყურებნა ჯერ კიდე გასარკვევია. აუ მეც მინდა მაგ ბანანზე გასეირნება, ციცინათილაში წამიყვანეთ ეშმაკის ბორბალზე. და თქვენი ხოლმე ამის წაიყვანა გუშინ ეშმაკმა, ეხლა თქვენ გაყევით. თქვენი ნებით თან არავითარ შემთხვევაში. აუ აბა ვაკეთო, 5 დღე იმას მეუბნები, ქობულეთის ფუნთუშები რო გასინჯო, იმითაც აკმაყოფილდიო და მე გარწობა მინდა. მე ვერ ერთობი, ზღარბის ფუნთუშებს მოაცალე ეკლები და ეგ არის, ოღონდ ფრთხილად იჩხვლიტება. და თქვენ სხვა უჩხვლიტა გუშინ ძაღლმა და თქვენ ფუნთუშს ეკლებს დააკაცრინათ თავები ყოჭახ. ინგა ბედბანის კონცერტის ბილეთებს ყიდულობდა არ დამირიკო ცოტა ხანი. ლევანი?
დედა ვინ ლევანის კონცერტია გოგო? რა ლევანი ბედბანის კონცერტი მეთქი? 7000 კაცია შემწის რიგში და 3 ბილეთი უნდა ვიყიდო. აუ გული მიგზნებს ძალიან კარგს, მე მგონი რომ ვიყიდით. გული კარგს კი გიძდებს აჩქარებული გაქვს. სამი ჭიქა ყავდალია ბოლო 1 საათში. აუ ერთი წუთი, მაგ ყველაფერს როგორ ვყიდულობთ, გვაქვს ფული? საქმეც ეგაა რომ არ გვაქვს თიკლა, მაგრამ მე ხო ავიღე მერე ბარათი. ხო და ეხლა აქვთ travel აქცია. შეგიძლია ფრენა სასტუმროები და კონცერტის ბილეთები იყიდო და თან ხასახლავე კი არ ვიხდით. 6 თვეზე ვანაწილებთ 0%-ად. თუ გვიგ ბარათი არ მოგიტანია აქ. აუ მიღადავრები. შენი სახში დამრჩა. დაურეკე მიდი ინგას და გიპასუხებს. ხო ურეკა უკვე. ხო ანასტასია. ხო. ინგა მომისმინე, ჩემო თახში შედი ეხლა და მანდ უნდა მქონდეს მაგიდაზე მერე ბარათი, ხო მან დამრჩა ნახე. ხო, დაიცადე, დია მოვალი ხარ. დალი გოგო ეყავა რა. აჰა, შევედი აბა შენ ოთახში. შეატრიალი კამერა. მომისმინე, ეს არის მერე. ხო, იგარი გჭირდება. ეხლა რა თქმა მაგ ფულს გაუშვი ხელი. რა ფული, კაცო? ეგ ფული დააბრუნე მან და ბარათს გადავიღე ფოტოები და ჩამიყარე პირადში. ეგარი დეკლე შეგვიშვა საყიდლად, წავედი. აუ რა მხელა მოედანია ხადაო. გოგო ეს ზემოთ ბილეთები იყიდე, მან იაფია ხოლმე და თელი მოედანი ჩანს მან დედან. 80 ეურო დროზე მიდი. ეგარი მომნიშნე ზემოთ 3 ადგილი. 13-15-15. აუ 13 ნომერი არ იყიდე რა ძალიან. ხო თერსი რიცხვია. გოგო მაგის დროა ეხლა. კაი ხო, თიკო დავსვეთ მან. ვიყიდე. ოცი რომელ ქვეყანაში ვიყიდე? ნიდერლანდები. აუ მან სანტა კლაუსი არ ცხოვრობს. დაიღო. ცალცირკმელიანი ნუნუ შემხვდა. გამომიაროს ყავაზეო. ყავა კი არა ნუნუს ნერვები მაქვს ეხლა კაცო. რატო წადი გაერთუპი? თირკმელზე და ფეხების დაციებაზე ილაპარაკებთ გოგოები. დედა რასასაცილოა. უი რა მოიფიქრეთ ისე კლასმა ბანკეტზე, ჰა? კლასმა არ ვიცი, მაგრამ მე მოიფიქრე რომ არ მივდივარ. ბანკეტის კაპის შემცმელი არა ვარ. რატო გოგო ლამაზად იქნები? ცხოვრებაში ერთხელ ხო უნდა იყო კაცო ლამაზად. რას ნიშნავდა ეხლა ეგ? აუ ანასტასია სულ მახინჯურად აცვია ხოლმე. სხვა ბავშვების ძებს ლამაზად აცვია სულ და ამას კიდე დაგლეჯილი ჯინსები. კუმფეხი გამოყო. მოგიწევ შენ ინგას გარეშე სახში დაჭირა და ნახავრაც მოგივა. ლაჭარი ბავშვი. აბა ჩემი ბანკეტი 98-ში დიდი დუჟოკი გქონდა ნაქირავები და რაც ჩვენ იქ დრო ვატარეთ. აფსოს. ანასტასიას ბანძური ბანკეტი ექნება და ხეული ჯინსებით რომ მივა. ერთი შანსი დაგჭირ თუ არ გინდა რომ საშინელება შეკიმთხეს. არაფერიც არ მომივოთ ყვილად ბლადაობ. და სად გაქრა კაცო ეს ბავშვი აქ არისო? ომარიკო. ბავშვებთან გაიპარებოდა ეზოში არ ინერვიულო.